საღამომშვიდობისა პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი. მე ვარ ჟურნალისტი ნინო რატიშვილი და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას საღამოს სტუდია. უპირველეს ყოვლისა გილოცავთ ხარებას, იმიტომ რომ ხარება არის კაცობრიობის დღესასწაული და შანსი, რომ შეიძლება გადავრჩეთ. გილოცავთ ხარებას და მინდა აღვნიშნო, რომ დიდი ხანი არ ყოფილვარ ძალიან მომენატრა ეს სტუდია. მაგრამ დღეს გავრისკე და მაინც მოვედი და იმედი მაქვს რომ რადგან სიმართლის სათქმელად მოვედი და მართალი კითხვების დასასმელად იმედი მაქვს რომ ღმერთი მშვიდობიანად ჩამატარებინებს დღევანდელ გადაცემას და მე უფრო ხშირად შევხვდებით ხოლმე. მაშასე საღამომშვიდობისა კიდე ერთხელ და წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს ბატონები გელა ნიკოლაიშვილი რომელთანაც სამართლებრივ საკითხებზე ვისაუბრებ და ბატონი ვაჟა ბერიძე საღამომშვიდობისა ბატონო ვაჟა და ჩვენ ალბათ პოლიტიკურ აქცენტებზე გვექნება გამახვილებული ყურადღება. მაშ ასე რომელი გნება ჯერ სამართლით დავიწყოთ თუ პოლიტიკით, თუმცა სამართლით არა, იმიტომ რომ საფუძველი არის სამართალი. გელა მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ რატომ, იმიტომ რომ მხოლოდ თქვენ ახსენეთ მოსამართლეების და აი პროკურორების რაღაც პასუხისგებლობა დიახ 8 წელი იმ რეჟიმის დროს ხო სააკაშვილის რეჟიმის დროს და აბსოლუტურად ვიზიარებ თქვენ ამ დამოკიდებულებას იმიტომ რომ ასამართლებენ საყდურობენ და ასე შემდეგ და ამ დროს ყველაზე მთავარი იარაღი ვინც იყო იმ სისხლიანი სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ვისაც იყენებდა ესენი იყვნენ ეს იყო მართლმსაჯულება ესენი იყვნენ მოსამართლეები და პროკურორები რამდენ დამეთანხმებით და ალბათ გახსოვთ რომ ლამის თავში წამოვარტყავდნენ ხოლმე პროკურორები მოსამართლეებს მაშინ იმდროინდელ პროცესებზე ხშირად ვართ ხო ნამყოფი ისინი განაგებდნენ ყველაფერს დღეს მათ ლაპარაკი არ არის და აი სწორედ იცით აი გულმა ვერ მომითმინა ძალიან მინდოდა რომ დღეს ამ საკითხებზე მესაუბრა მე აი ნახეთ როგორი კანონი დაშვებულია და მე მიმაჩნია რომ ყველა კანონი არ არის სამართლიანი და კანონიერი იმიტომ რომ მოსამართლე რომელმაც და უშუალოდ სიტყვაზე ვამბობ 2004 წელს გამოიტანა ისეთი განაჩენი რომ ადამიანს ჩამოერთვა მთელი ქონება აი შემდეგ უკვე შემდგომ წლებში და აი ეხლა ხან ერთ პიროვნებაზე მაქვს საუბარი და არ მინდა დავასახელო სახელი და გვარი იმედია რომ ეს თვითონ გვესტუმრება და თვითონ ისაუბრებს დეტალურად თავის საქმეზე ესე იგი 2004 წელს ვინც გაასამართლა იგივე მოსამართლის ხელში აღმოჩნდა ამ პიროვნების საქმე 2019 წელს და იგივე მოსამართლის ხელში აღმოჩნდა 2025 წელსაც და ეხა თქვენ გინდათ მითხრათ რომ მოსამართლე აღიარებს ახალი დაუშვათ გადაწყვეტილების გამოტანით რომ მაშინ რეჟიმის ის იყო რა ქვია იარაღი ხო არა თავის შეცდომას ეს შეცდომა არის ეს დანაშაული და ძალიან მკაცრი დანაშაული აი რა მიდგომაა ეს სად არის აქ სამართლიანობა მოგესალმებით ახლა მაგ კონკრეტულ შემთხვევაში არა ბევრია ასეთი შემთხვევები არა გავიგე ბოლოს ეგეთ შემთხვევებში ესე ვთქვა მან მარტივი გადაწყვეტა იმიტომ რომ იმ მოსამართლეს ხელში ვერ აღმოჩნდება უბრალოდ თუ აღმოჩნდება ან აცილება უნდა ან იმან მოსამართლემ თვითაცილება და ახლა ეს 2x2 4 არა მოსამართლეს არ შეუძლია რომ იგივე განეხილოს შეიძლება შემთხვევითი განაწილების პრინციპით აღმოჩნდა მაგრამ მან უნდა აიცილოს ხო მან უნდა აიცილოს ეს საქმე და სხვას უნდა გადასცეს. მას აქვს ამის უფლება რა თქმა უნდა, თვითაცილება, მე მხარესაც აქვს რომ აიცილოს ამ მოტივით და სავსებით ლოგიკურია და საფუძვლიანი და უფრო მეტიც თვითონ უნდა აიცილოს მოსამართლემ რომ ჩემი განსწრული მეცაც გეტყვით, როდესაც არის ერთი ქმარი მაგალითად ერთ სასამართლოშია და ცოლი მეორე სააპელაციოში და ის ქალაქში. მაშინა თუ მისმა ცოლმა განიხილა, ან ოჯახის წევრმა თუნდაც ნათესავმა ის საქმე და ეს მე მიუვიდა სააპელაციოში ან უზენაეში მისი ოჯახის წევრს ის საფუძველი არის მე ახლა ხან მქონდა ეგეთ შემთხვევა სააპელაციოში ამ კაცმა აიცილა ჩემი ცოლის განხილული ყოფილაო ეს ბოლნისიო და სააპელაციოში მე ვერ განვიხილაო და გადაწერა სხვა ნუ ეგ მარტივია მაგრამ თავარი არსი რაც თქვენ ახსენეთ ხო ეს არის ის რომ რა თქმა უნდა როდესაც ხდება უსამართლობა ხო და კანონის დარღვევა იქნება, დანაშაული იქნება. ამ შემთხვევაში ჩვენ ხო არა გვაქვს რაღაცა ინდულგენცია ვინმე რომელიმეს მიმართ რომელიმე პროფესიის მიმართ, ხო? იქნება, როდესაც არის სამართალ წარმოება
უნდა იყოს ჩვეულებრივად მოიცავს ის გამოძიებასაც, მოიცავს ის მართლმსაჯულებასაც, უკვე სასამართლოს. ამიტომ, როდესაც ხდება უსამართლობა, აქ რომელიღაცა რგოლი ან რგოლები არის ჩარეული, რა თქმა უნდა. ახლა მე მოსამართლეებთან, უფრო სწორედ ყოფილ მოსამართლეებთან, ახლა დღეს მოსამართლის ის რა ქვია, არა გვაქვს, დღეს კი არა, საერთოდ კანონი კრძალავს მოსამართლესთან ესეთ კომუნიკაციების შესვლას, მაგრამ ყოფილ მოსამართლეებთან მე მქონია საუბარი და უთქვამს, რომ იცით რა, აი ჩემთან მოდის ისეთი საქმე, ვიცი რომ მაგალითად ნარკოტიკული ნივთიერება ჩადებულია, მაგრამ მოდის ერთი პოლიციელი, მეორე, მესამე, მეოთხე და ამბობს, რომ არა ნამდვილად აი არა და მე ვიცი რომ ეს არის ტყუილი ხო, აი აშკარად ვიცი, მაგრამ აი მე რა უნდა ვქნა? მე ხო ვერ ვეტყვი, არა შენ ჩაუდე. კი, ეხლა ის უარყოფს, მაგრამ თავის დროზე იმანაც აღიარა რაღაცა შეპირდნენ, მოატყუეს რაღაცა, მაგრამ მტკიცებულებებით გამაგრებულია. მე ერთადერთ შემიძლია მხოლოდ ის, რომ მინიმალური სასჯელი შევუფარდო. გამართლებით მე მას ვერ გავამართლებ, იმიტომ რომ გამოდის, რომ მე მაქვს მტკიცებულებები, წერილობითი ყველაფერი, ან აუდიო, ან ყველანაირი მტკიცებულება, ან ექსპერტიზის დასკვნა. ამ შემთხვევაში იცი რა არის? არსებობდა ადრე და ეხლა აღარ არსებობს მოსამართლის შინაგანი რწმენა. მოსამართლეს უნდა კონდეს უფლება, რომ აი თავისი შინაგანი რწმენით, ამიტომ და თან უნდა დაასაბუთოს, რომ ეს პოლიციელი ამას კი ამბობს, მაგრამ იქ რაღაც წინააღმდეგობაა იმაში. რომ დღეს აღარ არის, დღეს არის იმასავით, რა ქვია, ავტომატივით რა, შენ მოგიტანეს, დაგიდეს, მორჩა, შენ უნდა შეუფარდო ეს თუ არა და შენ მაშინ შენ წინააღმდეგ იქნება მიმართული ეს ქმედებები. გამოსასწორებელია ასე ვთქვათ. რაღაცა დასაფიქრებელია და ჩვენ ვამბობთ, რომ თუნდაც იმ დროს, რომ ამდენი უსამართლობა ხდებოდა იმ 9 წლიან პერიოდში, თუ ისჯებიან პოლიტიკური ფიგურების სიტყვაზე, ხო? რა ეს კომისიაც პოლიტიკური ფიგურების წინააღმდეგ არის. პირდაპირ არის ამ კომისიის დებულებაში ჩაწერილი, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ჩადენილი დანაშაული. იქ არ არის არც მოსამართლე, არც პროკურორი, არც ისა, რა ქვია, გამომძიებელი თუ პოლიცია. თუმცა სახელმწიფო პირი არ არის. სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის ეს არის მინისტრი და შეიძლება დეპუტატი იყოს და შეიძლება პრეზიდენტი და ასე შემდეგ. ხო და აქედან გამომდინარე, ხა აი თავიდან რითიც დავიწყეთ, ხო, ეს მე და მაშინაც ეკუთვი, რომ კაცო, ესენი ხო მოსამართლემდე თუ ესე მივიდა საქმე და მიიტანეს, კაი, გაყალბებული, აი იგივე დაუბრუნდები გიორგაძის მომხრეებისათვის 14 პირი იყო, დაურიგეს მაია თოფურიას ყველაზე მეტი სასჯელი, იგორ გიორგაძის ცოლის დიშვილს და მერე ჩამო 8 თუ 8.5 წელი და მერე დანარჩენს 4.5, 5, 7, 6 წელი. ეს ხდნენ ეს ადამიანები ბოლომდე მოიხადეს ხო და იქ მერე გამოირკვა რომ ვიღაცა კუდი იყო თუ სხვა და ესენი ორგანოები შეაგზავნეს აქ თავიანთი პირები, რომლებმაც თავიანთი აგენტურა, რომლებმაც წარმოიმასქნეს, რა ქვია, შექმნეს ყალბი, მტკიცებულებები, რაღაცები, ჩვენებები მისცეს, მერე იარაღები ჩადეს ერთ-ერთი სიმაში მთელი არსენალი ისინი იმისი რა ქვია ავტომატები და რაღაცა და ეს ყველაფერი გამოაშკარავდა და თვითონ პროკურატურამ შეიტანა მერე იქ მასში სააპელაციო სასამართლოში, რომ აი ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს იყო შეთხსული საქმე შეთითხნილი და ეს ადამიანები გაამართლეს. ეს იმ შემთხვევაში, როდესაც რაღაცნაირად აწყობს პროკურატურას. აი როცა ამაზე არის. აი როცა არ აწყობს, მეორეც გეტყვით. ბაჩო ახალაია, ბაჩო შარაშენიძე, რომელსაც უადო თავისუფლების აღკვეთა მისჯილი 2009 წლიდან და მანამდე სხვა რაღაცი 2004-დან 3-დან იჯდა ის ახლა მოვიკითხოთ აქედან თუ გვიყურებს დიდი მოკითხვა 20 წელზე მეტი გავიდა 20 წელი და მეტი გავიდა უკვე მეაცის უადო თავისუფლების აღკვეთა მისჯილი მისი საქმედან ესე იგი ჩვენ გამოვიძიეთ პრაქტიკულად ყველაფერი ეს საქმე შეთხსული იყო რომ ეს მკვლელობა რომელსაც მას აბრალებდნენ საერთოდ ახლა ეს დეტალურად საუბრის დრო აქ არ არის თორე აი ის იარაღი რომ დამტკიცდა ექსპერტიზის ჩატარებით და ყველაფერი საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებით, რომ იმ ტყუებს იმ იარაღი და რასაც მას აბრალებენ ვერ გაისროდა. თუმცა იარაღი არ არის ნაპოვნი, მაგრამ აღწერილობით.
და რა გამოვიდა ბოლოს თქვა ერთ-ერთმა ექსპერტმა, როცა პროკურატურას არ უნდოდა რომ შეეტანა და ბოლო მომენტში ჩვენ 2 წელი ახალი გამოძიება ჩავატარეთ ჩვენ პროკურატურა რამდენჯერმე და ჩვენი დახმარებით და იმ ადამიანებმაც თქვეს რომ ტყუილა დავადეთ ხელიო და რაც თავარია როდესაც ვერ გაისრო და ერთ-ერთმა ექსპერტმა თქვა ესეთი რაღაც რომ იცი რა ამ იარაღიდან კი ვერ გაისროდა ესო მაგრამ ხო შეიძლებოდა გამოეცვალათო ლულაო და იმიარა ესე ყველაფერი შეიძლებოდა უცხო პლანეტელი ჩამოსულიყო შეიძლებოდა აქვს მისჯილი კაც ირაკლი დოკვაძე მოდი ხო და აი რაკნას ახლა შარაშენიძე ბაცო აი ირაკლი დოკვაძე იცით რა არის ირაკლი თვითონ ამბობს რომ მე არ ჩამიდენია ეს დანაშაული მე მჯერა რომ ნამდვილად არ ჩაუდენი ამიტომ ის არ ითხოვს შეწყალებას იმიტომ რომ მიაჩნია და სწორია რომ შეწყალებას ითხოვენ დამნაშავეები ხო და ჩვენ რამდენი ხანია ვიბრძოდით რომ გადასინჯულიყო მისი საქმე თავიდან ვინაიდან თვითონ დაზარალებული აცხადებდა რომ ირაკლი არაფერ შუაში არ იყო და სასამართლოს ხდომაზე რასაც მოსამართლე და ადამიანები ესწრებოდნენ რომ კაცი რომელიც იყო ქალმა თქვა რომ ირაკლი არ ყოფილა და ეს კაცი რომ შემოსულა თურმე დარბაზში სასამართლო დარბაზში ირაკლის რაღაცა უთქვამს რომ რატომ აბრალებში არაკაცუნურა და ის მოუტრიალდა მოსამართლეს და აიხედავთო ბატონო მოსამართლე იმის მაგილოთო მკითხოსო ვინ გაგიკეთა ესო ნახეთ რას მეუნებაო თუ დაზარალებული ამას ამბობს რომ ირაკლი უნდა მკითხოს ვინ გაგიკეთა ეს მაშინ ამას ხო არ იტყოდა რა ეს დაზარალებული იქ არის ნიუანსები ახლა მართლა ბევრ დროს წაიღებს და მე საერთოდ მინდა თქვენს თამთაბუზალაძეთ ვინც იძე შარაშენიძეს საქმეს ირაკლი დოკვაძეს საქმეს რომ ერთხელ და კიდევ ერთხელ გავაკეთოთ რა გადაცემა რომ ვიღაცა მაინც გაიგონოს ამ ქვეყანაში როცა დემოკრატიაზე და მართლმსაჯულებაზე და იცით რა არის აი манипуляცია ხდება მე ვფიქრობ არის საქმეები რაც აწყობთ რომ სამართლიანად იყოს განხილული და არის საქმეები სადაც უბრალოდ სურვილი არ არის. აი ორმაგი მიდგომაა ყველაფრის მიმართ. ხო, სამწუხაროდ ხა გადაცემებში ესე დეტალურად ვერ გაარჩევ რამეებს, მაგრამ არა, როცა პროფესიონალები ისაუბრებენ რომ აი ეს ლაფსუსია, ამიტომ ვამბობ, დიახ. რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს, იმიტომ რომ გვატყუებენ, როდესაც გვეუბნებიან, რომ ყველაფერი აი ნუ უკვე ჩიკები მარადიული მაისია საქართველოში. და კიდევ, აი ამ კომისიის მე ვიცი რამოდენიმე ადამიანი, რომლებმაც მიმართა ამ კომისიას, მაგრამ ალბათ პასუხი ეგ იყო რომ ვერ მივდივართ ჩვენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პერიოდში. მაგალითს გეტყვით მეც ჯემალ ლეონიძეს მაგნატის კლუბს ყველას მოусმინეთ, მე ვიცავ მას და მასზე დადგა გამომართლებელი თავიდან არ ვიცავდი იმ პერიოდში, მაგრამ აი ახლა როდესაც მასზე გამომართლებელი განაჩენი დადგა ეს 2018 წელი იყო თუ არ მეშლება, იმის მერე იბრძვის ეს კაცი რომ დაიბრუნოს კი ბატონო, გაამართლეს, მაგრამ მილიონები წაართვეს. ხო და ეს არის. ხო და რეალურად იქაც ძალიან რთული იყო მისი საქმის მიღება თუ არ გამოჩენილიყო კეზერაშვილის ფიგურა, იმიტომ რომ თვითონ ისიც მამუკა ხაზარაძეც კი არ იყო საკმარისი, იმიტომ რომ ეს არ იყო სახელმწიფო თანამდებობა. ესეც არ არის ნორმალური მიდგომა, ესე იგი ხო, რადგან კეზერაშვილი ხა კაი წამოსაძახებელია ოფიციალურ დასავლეთში, კი რა თქმა უნდა, მაგრამ სხვა შემთხვევებშიც არიან. აიცით რა, კეზერაშვილის ახლა ეტყობა ძალიან აწყობთ და მე ნუ ნამდვილად რაღაც საშინელებაა, როცა კეზერაშვილი დასერნებს ლონდონის ქუჩებში, თუ ეს ნამდვილად საშინელებაა, მაგრამ იმ ადამიანებმა რა ქნან ვინც ამ დაჩაგრულ ადამიანებმა, რომლებმაც დღემდე უკვე 12 წელია ვერ მიაღწია ვერაფერს. გეთანხმები, ოღონდ ამასობაში პოლიტიკა არ დაგვიჭირდა. კი, არა, ჯერ ადრეა და კიდევ ნახეთ რას მინდა ხაზი გა. ირაკლი დოკვაძე მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს 3 წელი იჯდა, ხო? თუ 2-ა. აი ეს 12 წელი, ნუ აი ხო გეუბნები, თან იქ რეაბილიტირებული რაც იყო ისიც შეკრებითობის პრინციპით, მოკლედ ძალიან ბევრი ლაფსუსია, ძალიან ბევრი რატომ ხდება რომ აი დღემდე ასეთი საქმეები განხილველია. აი მე კიდე გეუბნებით მაგაზე ვერ გეტყვით მისმა ადვოკატმა ალბათ უფრო შეუძლია რომ უფრო დეტალურად ისაუბროს. აი პოლიტიკური პასუხი რო გამცემთ. არის თუ არა? პოლიტიკური პასუხი არის რომ ეს არის პოლიტიკური უსამართლობა. და სამართლებრივიც. ნუ სამართლებრივზე ხო მე როცა მე ვქნება ხელმისაწვდომობა შეიძლება მასში ვნახო მაგრამ იქნებ დაინტერესდეთ ხო არა იმიტომ რომ ეს ჩვენ ვასახელოთ პიროვნებებს და რამდენი ადამიანია რომლებიც ჩვენ არ ვიცით არც ვიცნობ და განიცდის აი ამ უსამართლობას. სხვა შორის გუშინ მე საუბრა ცოტნე ბაკურია ამერიკიდან
და მის მიმართაც საკმაოდ დიდი უსამართლობებია. ერთი 40 წუთი მაინც ვისაუბრეთ ჩვენ, მე არ ვიცოდი მისი საქმე, მომიყვა დეტალებში და ისიც არ უნდა იყოს დღეს დევნილი დაუსწრებლად მიუსჯია და 3 წლის შემდეგ გაიგო ამ კაცმა რომ მიუსჯიათ 2009 წელს და დღემდე ვერ მიაღწია თავის საქმის გადასინა. აი ხო ხედავ. კელა კი ჩვენ ასეთ დეტალებზე რომ ვისაუბროთ, ალბათ ცალკე დავსხდებით და ვისაუბრებთ გადაცემაში. და ეხლა უკვე პრინციპში ეს არის ხო პოლიტიკა ბატონო ვაშა და კიდე ერთი რამ. მიხეილ სააკაშვილი გაასამართლეს ბიუჯეტის ფულის გაფლანგვაზე, ხო? ერთ-ერთი ბრალდება. და აი ეხლა რომ მიხეილ სააკაშვილი სავამტყოფოში წევს და საქართველოს ბიუჯეტიდან, ისევე ჩვენი ფული არ არის საქართველოს ბიუჯეტი. ამხელა თანხები იხარჯება და რამდენი მართლა ავამტყოფი პატიმარი მისთვის ეს ფუფუნებაა და ამას ვერ შეძლებს და არც ხელისუფლება მოიკლავს თავს და რამდენი პატარა ბავშვი და მოხუცი უპოვარი იტანჯება იმიტომ რომ ელემენტარული საშუალება არ აქვს და არც სახელმწიფო ეხმარება. ეხლა აი ამაზე რა პასუხი? სამართლებრივად და როცა შენ ედავები სააკაშვილს და უნდა ედაო რა თქმა უნდა ეხლა რომ მან ბიუჯეტის ფული გაფლანგა, ეხლა მე ვიშევედაო რომ რატო ფლანგავს ჩვენ ფულს მიხეილ სააკაშვილზე? მართლა ძალიან მაინტერესებს. რამდენიც სამართლებრივია ასეთი მიგება? არ არის სამართლიანი, მოკლედ გეტყვი. ბატონო ვაჟა, გისმენთ. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. ძალიან საინტერესო სფეროთი დაიწყეთ დღეს საუბარი გელასთან, რომელიც არის კარგად ჩახედული ამ პროცესებში. ეხლა ისეთი ამბავია, რომ სახელმწიფოს არსებობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია სამართლიანი სახელმწიფო და სამართლიანი მართლმსაჯულება. ესე მაბატეთ მით უმეტეს რომ გეუბნებიან რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, დემოკრატია ისე არის, მარადიული მაისი გვაქვს უკეო და ეკონომიკაზე აღარაფერს არ ვამბობთ, რომ თურმე ესე იგი საოცრად კარგ მდგომარეობაში ვცხოვრობ და ჩვენ ვერ გვგრძნობთ და ვერ ხედავთ ამას. უკაცრავ. და აქედან გამომდინარე ახლა ამ ყველაფერს ალბათ გარკვეული დრო სჭირდება, იმდენად რამდენადაც ისეთი რეალობა ჩვენს ირგვლივ და იყო ამ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, რაც გავიდა 35 წელი, რომ აქ ასეთი მყარი სისტემის შექმნა თავიდანვე ძნელი იყო, ურთულესი. ეხლა უბრალოდ შევარდნაძის პერიოდზე არ გავამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ იქ ყველაფერი თვითდინებით მიდიოდა. შემდეგ გადაწყვიტა და ამ პიროვნებამ მისმა მემკვიდრემ სააკაშვილმა რომ რეფორმა ჩაეტარებინა და ეს რეფორმა საკმაოდ დამაფიქრებელი აღმოჩნდა თავის შედეგებით. ასე მოდის ინერციით სხვათა შორის დღემდე და ეს ძალიან რთული თემა არის, უმნიშვნელოვანესი და ურთულესი. რამდენადაც ეხლა იქ ქუჩაში რომ ვიღაც სკანდირებს არ იქნება სამართალი, არ იქნება შვიდობა. ეს მომიტევონ აი გულწრფელმა პროტესტანტებმა, მაგრამ არას ხო, გულწრფელად აპროტესტებენ ისინი, ასე ფიქრობენ, მაგრამ ეს არასერიოზულია ქუჩიდან მართლმსაჯულება, ეხლა აზდაკის მეთოდებით ცოტა მიუღწეველი და ფანტასმაგორია, მაგრამ რეალურად თუ ეს არ მოწესრიგდა ჩვენი სახელმწიფო ისედაც ხო რამდენი პრობლემა აქვს, ხო? არა, ისინი იცით სიღრმეებში არ შედიან, მათთვის სამართალი არის რომ ესე იგი ჩაატაროს ახალი არჩევნები, ეს ხელისუფლება წავიდეს და მოვიდნენ ნაცები. არ არის ესე მარტივი ამის გაკეთება და ჩვენ უნდა უთხრათ და არავინ არ ეუნება ამას, რომ ეს არ არის მარტივი თემა და მარტივი საკითხი. ეხლა კომისიის თაობაზეც ბევრი აზრთა სხვადასხვაობაა, მაგალითად უნდა იმუშაოს თუ არა, უნდა შექმნილიყო თუ არა, ამდენი წლის მერე რაღაც დროს არა, მე მაგალითად მიმაჩნია რომ უნდა იმუშაოს ამბების ასე ვთქვათ განხილვა, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ კარგია რომ შეიქმნა და კარგია რომ ეს კომისია მუშაობს იმდენად რამდენადაც იმ ყბადაღებულ 9 წელიწადში საიდანაც ვერ გამოსულ ვართ ვერ ჩვენ ვერც საზოგადოება და ვერც ხელისუფლება იმდენი გაუგონარი რამ მოხდა რომ ამას შეფასების გარეშე
დღეს კიდევ შეიძლება ამის შეფასება, ვიდრე თქვათ 1-20 წლის მერე იქნება შესაძლებელი. ამიტომ, მაინც კარგია, მე დადებითად ვაფასებ ამ კომისიის არსებობასაც და მუშაობასაც. თუმცა მიზეზიც უნდა ითქვას, რის გამოც აქამდე ეს არ მოხდა. აგერ მე-13 წელია, ხო, ამ ხელისუფლებაშია ქართული ოცნება და რა აქ არის, ასე ვთქვათ, კრიტიკა მათი მისამართით, რომ აქამდე სად იყავით, რატომ არ დაიწყეთ ეს? პოლიტიკა, ვთქვათ, თავისუფალია ისეთი ცნება, როგორც რომანტიზმია, აქ პრაგმატულია ყველა ასპექტი. შესაბამისად, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ივანიშვილი და ქართული ოცნება ასეთ რამს ვერ გააკეთებდა, ეს კოჰაბიტაცია. რატომ? აი ნახე ბატონო ვაჟა, აი რატო ვერ გააკეთებდა? მაშინ მთელი საქართველო მხარს უჭერდა და აი რატომ? მე მიმაჩნია რომ ფსონი არიდება ხალხს. ფსონი იდება ყოველთვის რაღაც საზღვარგარეთ. მარტივად გეტყვით ნინო, ვერ გააკეთებდა, იმიტომ რომ ეს გამოიწვევდა მძაფრ რეაქციას. ამაზე მძაფრ რეაქციას სტრატეგიული პარტნიორებისგან და დიდი პრობლემები შეექმნებოდა ქვეყანას. თუ არა, ივანიშვილი მაშინაც კარგად ხედავდა და აფასებდა და იცოდა, რაც მოხდა იმ ყბადაღებულ 9 წელიწადში, ახლა რო არაფერი თქვა ჩვენზე, ხო? და როდის მერე დაინახა, რომ აი როდის მერე გადაწყვიტა, რომ აი ახლა უკვე წელშია გამართული, ყველაზე არაწელში გამართული რო იყო, მაშინ გადაწყვიტა ამის გაკეთება. თლად პირდაპირ ამაზე არ გიპასუხებთ გარკვეული მოსაზრებებიდან გამომდინარე, მაგრამ როდესაც დასავლური ვექტორი ჩვენი სახელმწიფოს შესუსტდა, ჩიხში შევიდა, პრობლემები წარმოიშვა და საკმაოდ უსამართლოდ თავად ბიძინა ივანიშვილს შეექმნა პრობლემები თავის აუარებთან და ქონებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ უკვე მოხდა გამიჯვნა ბევრი რამის, თეთრის და შავის, სიმართლის და უსამართლობის და დაიწყო პროცესი, რომელზეც ქართველ კაცს უთქვამს ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, თუ სხვას უთქვამს და ჩვენ გაგვიმეორებია. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი ლოგიკურია, იმიტომ რომ როცა ივანიშვილმა ანუ რა არის ლოგიკური, როდესაც ივანიშვილს შეექმნა პრობლემები, მან გადაწყვიტა, რომ აი ეხლა უნდა ამოიღოს ხმა. და როცა მთელ საქართველოს შეგვექმნა პრობლემები და კოჰაბიტაცია და ანტიდისკრიმინაციული კანონი და ყველაფერი ის, რასაც აბსოლუტურად ჩინაარსობრივად ესეთი შედეგი უნდა მოყოლოდა და მოყვა კიდეც, მაშინ არ იყო მზად ამისთვის, ეს არის ლოგიკური? არა, ისეთ რაშია საქმე, პოლიტიკა თუ პოლიტიკაზე ვილაპარაკეთ, არის შესაძლებლების ხელოვნება, ის არის რაღაცა იმპროვიზაციების სფერო, რაღაც ოცნებების ასრულების სფერო, როგორც ქართულ ოცნებას ბევრი ოცნება დარჩა აუყდენელი და აუსრულებელი. ამიტომ ის მოვიდა ხელისუფლებაში ამ სფეროსთვის აბსოლუტურად უცხო ადამიანი, ეს ივანიშვილს გულისხმობ, რომელმაც ითავა ლიდერობა ოპოზიციის, იმიტომ რომ იმ ოპოზიციამ 2007-დან 12 წლამდე ქუჩაში რო იდგა, მეც ერთი მონაწილე ვიყავი, ქუჩაში დგომის და პროტესტის, ვერ მოახერხა ძლიერი და სხვა მიმართულებით წამიყვანეთ, მაგრამ რახან წამიყვანეთ ორი იმპერიის მიერ მხარდაჭერილი მიხეილ სააკაშვილის დამარცხება იყო შეუძლებელი. ამიტომ ეს რო არ მოსულიყო ბიძინა ხელისუფლებაში, შეიძლება ჩვენ დღესაც მიხეილ სააკაშვილი ყოლოდა პრეზიდენტი, თუ არა პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლება. აპირებდა ხო აქედან გამომდინარე, ივანიშვილი როგორც კი მოვიდა ამ ხელისუფლებაში, მან თელ თავისი პიროვნული რენომე ქონება შეაგდო სასწორზე და დაიწყო ქვეყნის სამსახური. ჩვენ ივანიშვილზე არა გვაქვს გადაცემა, ჩვენ გვაქვს საქართველოზე გადაცემა, ბატონო ვაჟა, უკაცრავად. ნახეთ, ივანიშვილი რომ მოვიდა, ხო ქართულმა ხალხმაც განაპირობა, რომ შეცვლილიყო ის რეჟიმი. განაპირობა მაგალითად პატრიოტთა ალიანსმა, რომ არა ციხის კადრები და ხშირად მიწევს ამის გამეორება, ივანიშვილი მზად იყო 40%-ისთვის და 60% ისევ ნაცებს უნდა ქონოდათ. ისე რომ მესმის ნურავი დაგვაყვედრის, თუ მოვიდა და არის ქვეყნის სათავეში, არა ჩრდილოვანად, არამედ გამოჩენილად უფრო, ხო, საჯაროდ. მაშინ ინებოს კეთილი ყველა, მეს ივანიშვილი იქნება თუ ბერძენიშვილი იქნება, ვინც არ უნდა იყოს. საქართველოზე იზრუნოს.
და თუ მან შეაგდოს სასწორზე ჩვენ ხო არ გვითხოვია ეს მისი გადაწყვეტილება იყო და ჩვენ უნდა გვაყვედრეს ამას თქვენ დაეთანხმეთ რომ ის ყოფილიყო უმაღლესი ხელისუფალი და თქვენ გაცილებით ეთანხმებით უკეთესი იქნებოდა. იმასაც რომ დღეს ის არის ფაქტობრივად ერთპიროვნული გამგებელი ამ ქვეყნის და ის ისე მართავს ქვეყანას როგორც მოესურვება აი ამ თანაშემწეების მეშვეობით. ეხლა ესეც იქნება ამას ეთანხმებით რახან არა პროტესტებთ. არვე როგორ არა ეს რამდენად მარგინალიზებული ჯგუფი დგას რუსთაველზე ვერაფერს ვერ აღწევს და ვერც მიაღწევს და ჩვენ ყველანი ვზივართ სახლებში და აი ტელეეთერებში ვამბობთ რომ აი ივანიშვილი არ მოგწონს ივანიშვილი ჩემი პროტესტი ეს არის დიახ მაგრამ რეალობას შევხედოთ რა ის ადამიანი მოვიდა ხელისუფლებაში და შეეცადა უკეთესი საქართველოს შეექმნა რა გამოუვა მას როგორ მიიწევს ის ამ მიზნისკენ ეგ სხვადასხვა საკითხია აქედან გამომდინარე ჩვენ ახლა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ერთ რამეს ვიტყვი მე რომ თქვა კომისია მუშაობს კარგია კომისია რო აქამდე არ მუშაობდა ცუდია კომისია რო ადრე არ შეიქმნა ამას ჰქონდა თავისი წინაპირობები და მიზეზები აქედან გამომდინარე მიზეზები ჰქონდა ნამდვილად ხო მიზეზები აქედან გამომდინარე ჩვენ მხოლოდ უნდა დავაკვირდეთ პროცესს და მოვითხოვოთ ბევრი რამ იმიტომ რომ დიდი სურათის დანახვის გარეშე ყველაფერი გაუგებარი იქნება ამ დიდი სურათიდან გამომდინარე აუცილებელი არის ვიფიქროთ იმაზე რომ არაფორმალურ მართლობას რა მოუხერხოთ ასეთი რამეა დღეს ჩვენს ქვეყანაში რა მოუხერხოთ ძლიერი ოპოზიციის არარსებობას ამის გარეშე რა მოუხერხოთ იმ ხრობას რომელიც პირდაპირ ანგრევს ქვეყანას მე იმ ოპოზიციათ დანიშნული ოპოზიცია რომელიც ისე ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ განაპირობა მაგრამ რეალურად ამის მოგვარება ვთქვათ აი ახლა ამ სფეროს წარმომადგენელია ბატონი გელა და აი მაგალითად ჩვენ ურთულეს პრობლემა გვაქვს ნარკო მომხმარებლები მიმართულება ეხლა აი გადადგა ხელისუფლება ნაბიჯი და გაამკაცრა ნარკოპოლიტიკა მე პირადად მიმაჩნია მიუხედავად იმისა რომ არასდროს მოხმარებელი არ ყოფილვარ და არა მაქვს ლოიალური დამოკიდებულება ნარკო სფეროს მიმართ მიმაჩნია რომ ეს მოცემულ შემთხვევაში უარყოფით შედეგს მოიტანს იცით რატო რომ ეს ახალგაზრდები სამწუხაროდ ალბათ 40-50 წამ ძალიან ბევრი მოიხმარს ამას და მათ ერთადერთი ოცნებას უტოვებთ რომ გააჭრან როგორმე ევროპაში და იქ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის პირობებში იცხოვრონ და თუ დღეს ჩამოსულები ვართ 3.5 მილიონზე შეიძლება უფრო მეტად გაიზარდოს 1 მილიონი გამზადებულია წასასვლელად. ამ შემთხვევაში გელა ალბათ ამეთანხმება ხელისუფლება სწორედ ეს არ ძირითადად არ აპელირებს მომხმარებლებზე, არამედ გამსაღებლებზეა, ხო, ძირითადი აქცენტი და გამკაცრება. სხვათა შორის. არა, გამსაღებლებზე კი არის, მაგრამ უკვე დაკავების უფლება მიიღო, ხო, სამართალდამცავმა უწყებამ და უნდა წაიყვანოს, ან უნდა წავიდეს მოქალაქე და მივიდეს, აიღოს ანალიზი და მიიტანოს შესაბამის დაწესებულებაში. ეხლა რა ვიცი მე შეიძლება ერთი შეხედვით სწორი ნაბიჯია და ყოჩახ თავრობას მეორეს სიღრმეში თუ ჩავხედავთ აბა ეხლა რომელ ქვეყანაში აღმოიფხრა ან მინიმიზებული იქნა ნარკოტიკების მოხმარება სადაც კაცრი ნარკოპოლიტიკა აი რა საშეიხეების და ამ რაღაც ისლამ ფუნდამენტალისტურ ქვეყნებიდან დაწყებული ხო აქ არის კორუფციაც ჩართული აქ არის ხელის მოთმობა ჯიბის გასქელება სამწუხაროდ და მაღალ ეშელონებში აბა ჩვენ ეს არ გვეხელეწიფება სულ რო გვინდოდეს და ღმერთმა დაგვიფაროს ამ ჭუჭყიანი ფულისგან და ასეთ სურვილებისგან აი მოდი რა გინდოდათ ბატონო ვაჟა არაფერი მინდოდა მეთქვა რომ აი ავღანეთში მაგალითად ხელისუფლებაში მოვიდა ძალა რომელიც კატეგორიული წინააღმდეგია ისეთი უზნეობის როგორიც არის ნარკოტიკების მოხმარება და იქნება ავღანეთი აღარ არის მსოფლიო ბაზარზე მთავარი მომწოდებელი ნარკოტიკების და ნარკოტრაფიკი იქიდან მათ შორის არის არ მცირდება ხო ნარკოტიკების სამწუხაროდ ხო ეგეთი ხელისუფლება მართლა ჯვარი გწერია ის არ გვინდა სააკაშვილის რეჟიმი და ესეთი ხელისუფლება ავღანისტანში როა
ავღანეთში რა გელა აი მეც ვეთანხმები იმ თვალსაზრისით რომ არამხოლოდ ნარკოტიკზე არამედ ზოგადად სასჯელის გამკაცრება არ შველის არც ერთ დანაშაულს სხვადასხვა ხვრელებს იწევს ხვრელების მოძებნას იწევს და დღეს ისეთი ტექნიკური საშუალებები არსებობს რომ აი პირდაპირ გაოცდები რა რომ ნებისმიერი აგერ 3-4-5 შეუძლიათ დაასახელონ ახლა მე მაქვს ეგეთ მას დანაშაულებთან საქმე და მაგათგან ვიცი რომ ჩამოტვირთა უბრალოდ სულ არიცი ვინ არის გეუბნება რომ აი მოდი ამა და ამ ადგილას დევს ამდენი და ამდენი ნარკოტიკი მიხვალ შენ აიღებ დააფასოებ აი მაგალითად მარიხუანა 1 გრამი სულ აი 200 გრამი აიღეს სიტყვაზე ხო 200 გრამიდან თითო გრამად რო დააფასო ბაშებს ეძახიან თითო ბაში 5 ჯერ მოწევას ყოფნის და ღირს არ ვიცი 60-70 ლარი თითო გრამი და წარმოიდგინე 200 გრამი რო გაქვს და 270 ლარი გადაიანგარიშე ეს რა თანხაა ხო და მე შენ თითო დადებაში გეხდით 15 ლარს 10 ლარს 20 ლარს და ესე დებენ და მე ვიღაცა მიდის სხვა ანგარიშის ნომერს ეუბნებიან რომ ამ ანგარიშზე ჩარიცხავ ამ ფულს და გეტყვი საიდანაც უნდა აიღო იღებენ და ისინი არც იცნობენ ამ გამავრცელებლებს და დღეს წავიკითხე ზუსტად რომ დააკავეს პიროვნება 26 წლის ახალგაზრდა კაცი კახეთში რომელსაც ჰქონდა გამოყენებული დრონი ძვერავდა სად შეიძლება იყოს ეს ტექნოლოგიური სიახლეებია და იქიდან სად უნდა დაიდოს და მე მიუთითებდა იმ ინტერნეტით და რაღაც ამის წინააღმდეგ რა თქმა უნდა არსებობს რაღაცა მაგრამ მოფიქრება უნდა იმათ მოიფიქრეს ეს რაღაცა სხვა უნდა მოიფიქრო აი ესე და ესენი ამბობენ კაცო რომ აპატემრებენ ამას კი ბატონო ცუდია მოხმარება ცუდია შეძენა შენახვა მით უმეტეს გავრცელება ცუდია მაგრამ მე ის ფულს მიხდის და მე მჭირდება და არ ვიცი ვინ არის მაშინ აკრძალონ ეს დახურონ იმას მიაგნონ წყაროს თუ არ მიაგენი ხო ცალკეული გამსაღებლები რო არიან და ცალკეული მომხმარებლები და ძნელი ეწყა მე მაგალითად მიმაჩნია რომ აი ერთ სოფელში ერთ უბანში ერთი და იგივე ადამიანს და მეზობლებს რო აკავებ აი ამ გასაღებისთვის მიხვდი რომ იმ სოფელში ხო აი ცოტა სასაცილო ვითარება სატირელი რო არ იყოს და მე მინდა გაგახსენოთ პირველი ვინ იყო ინიციატორი არ იყო ქართული ოცნება ლიბერალიზაციის ნარკოტიკებთან დაკავშირებით ხო გირჩის ხო არა არც ოცნებამ არ დააკლო ის ენთუზიაზმი სამრეწველო მოყვანა რო არ დავიწყეთ ამაზეც მადლობელი უნდა ვიყო ხო ანუ ესე არ არის რა ხო უკრაინაში მიიღეს და აიცით ხო და მე ხო ხედავთ რა დღეშია უკრაინა რა და უკრაინა დიდია ბევრი თუმცა ესიც განახევდა უკვე და ჩვენ ერთი ქუჩის რახან ამ საკითხზე გაუსვით ხაზე რაღაც ისე წავიდა ჩვენი საუბარი ერთსაც ვიტყვი რომ ნება არ არის იმ გავლენიანი ასე თქვა ძალების ხა მე არ მიყვარს შეთქმულების თეორიები და რაღაც იქ deep state და რაღაცებს არ დავიწყებ მაგრამ იმ გავლენიანი ძალების ნება არ არის იმიტომ რომ უზარმაზარი მოძრაობა ფინანსების ნარკო ბიზნესში სერიოზული კი ბატონო ვაჟა აი რამის კლუბები და მაგალითად რამე და მოიყვანო მინო რომ აი რომ ხო გამოვიდა ამერიკა ავღანეთიდან 2 ტრილიონი ჩაყარა ავღანეთში 2 ტრილიონი ნუ თვითონაც იხეირეს იქ ვიღაცებმა კი ბატონო და გამოვიდა დატოვა გაიფლანგა ეს ფული და 2 ტრილიონი გამოვიდა ორ საკითხზე მიდიოდა მოლაპარაკება თალიბებთან პირველი საკითხი ეს იყო ნარკოტრაფიკის კონტროლი და ეს კონტროლი ჩვენ და სავალალოდ აკრძალვას და განადგურებას ამ მიმართულებით ჩემი ვარაუდით არ შეეხებოდა და მეორე ფერადი ლითონების მარაგების კონტროლი, რომლის უმდიდრეს საბადოები არის თვითონ ავღანეთში და რომელიც არის ჰაი ტექნოლოგიების დასაყრდენი აუცილებელი მისი განვითარებისთვის და ამერიკა დაინტერესებულია რომ ჩინეთი არ დაეუფლოს მის მახლობლად მდებარე ფერად ლითონების საბადოებს. ეს ორი საკითხზე მოილაპარაკეს. ამ ჩვენ საუბარში ეს რა შუაშია კი ეს ცალკე პოლიტიკური საერთაშორისო პოლიტიკური თემაა და იმაზე მივანიშნებ რომ ნება პოლიტიკური ნება საქართველოს მთავრობის დიდ სურათში და დიდ პრობლემასთან დაკავშირებით სამწუხაროდ და სავალალოდ
არსებითი და მნიშვნელოვანი. არა, იცით რა, მაშინ რა გვინდა ხელისუფლება? მოდი, ნუ გავირჩევთ, მაინც მნიშვნელობა არ აქონია და ასეთი საუბარი სადამდე მიგვიყვანს. ჩვენი ხელისუფლება სახელმწიფოს უნდა გაუფრთხილდეს და უნდა შექმნას პირობები და ეხა გამოუვა თუ არა ეს ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში. კეთილი ინებონ და იშრომონ. უყურენინო არსებული სიტუაციიდან ხელისუფლება ცდილობს თავისი პლუსები ჩაიწეროს და მოგებებიც ნახოს. აი მაგალითად რომ დაუბრუნდეთ იმას, რომ აი თავის დროზე რომ არ იყო გასამართლებული ნაცმოძრაობა და ის კი, ირმაინაშვილის ორჯერ ხო, უყურე, ჩვენც მოვითხოვდით მაშინ, რომ უნდა გასამართლეს რეზოლუცია გაიტანა და სპორტ სასახლეშიც კი მოვაწყეთ იქ დიდი შეკრება რაღაც, მაგრამ რადგანაც ხელისუფლებამ იმ ზეწოლას ვერ გაუძლო, რაც დასავლეთიდან იყო, რომ არა, ეს კოაბიტაცია უნდა იყოს, ამიტომ სარგებელი ნახა. კაი, არსებული სიტუაციიდან მოდი ახლა რა სარგებელი ნახა. 12-13 წელია საფრთხობელად ყავს ეს სააკაშვილი და ნაცმოძრაობა. ამით იგებენ ძირითადად არჩევნებს. მე ეს არ არის პატრიოტების აქციები ხალხის მიმართ. ნარკოტიკთან დაკავშირებითაც, ხო? არსებული სიტუაციიდან ხელისუფლება რას იგებს, იცი? ძალიან მარტივია. აი, რო დაიჭერენ, ხო, ვინმე ან მომხმარებელს, ან გამსაღებელს რიგი დგას იქ, რომ მოდი რა, ოღონდ საპროცესო შეთანხმება გამიფორმე და აი იმის გარეგისტრირება ხო და ბიუჯეტი მე მიხეილ სააკაშვილს ახარჯავს, იმიტომ რომ ვივამეთში იყო. ნებისმიერი ის არის, რომ აქედან გამომდინარე ადვილია, აქედან იგივე თავისი აგენტურის შექმნაც, ინფორმატორები და დანაშაულების გახსნაც. ხო და აი ღამის კლუბებზე მაინტერესებს. ნახეთ, ჩვენ გახარია დროს გვახსოვს, ხო? ჯერბოდიში მოვიხადე ბასიანი. ანუ საქართველოში რა გამოდის? გაცილებით დიდი ძლიერი ინსტიტუტია ღამის კლუბები, რომელშიც ვიდრე ხელისუფლება, ეგრე ტოტალიზატორებიც რო აიღო შემოსავალი არის დიდი. და მე უამრავი ახალგაზრდა გელა ჩვენ ხო ვიცით ღამის კლუბებში ეს ბიონარკოტიკის გამო შიზოფრენია ემართება, თავს იკლავენ, უამრავი ოჯახი არის გაუბედურებული და ვითომც არაფერი. უბრალოდ ორი სიტყვით რო თქვა ძალიან რთულია, ახლა რამდენად ადეკვატურად ებრძვიან თუ არ ებრძვიან, საკმარისად ებრძვიან თუ არა, ნუ ამათ უხლა მარტივი გზა გამონახეს, რომ მოდი გავამკაცროთ კანონმდებლობა, მაგრამ მე მგონია რომ არ არის საკმარისი კანონმდებლობის გამკაცრება. მხოლოდ რა თქმა უნდა, კი. აი ეს მინდა მოკლედ გითხრათ. რა სიტყვით, რამდენად აი 4 წუთი დაგვრჩა, ოხანაშვილზეც მაინტერესებდა, რამდენად ლილუაშვილი პროფესიონალი მაინც არის, ეხა ოხანაშვილი და უსაფრთხოება საერთოდ აი ორი სიტყვით რომ მე ბატონ ვაჟას. იცი რა, ოხანაშვილთან და კონკრეტულ პიროვნებებთან დაკავშირებით ძნელი ახლა შიგა. არა, ამ თანამდებობაზე მე ახლა ამ თანამდებობაზე არც ლილუაშვილი იყო, სანამ მივიდოდა იქ რაიმე გამოცდილების მქონე. ეხლა სანამ ეს გამოცდილებას მიიღებს მაგრამ მე ვფიქრობ ესენი მაინც აი ვაჟა მახსენა რომ გლობალური ცვლილებების ფონზე ხო ჩვენ ვართ აი რაღაცა ქარიშხლის იმაში პატარა ნაფოტიან კი მაგრამ ეს ჩვენი ცხოვრებაა ინდივიდუალურად ხო და აი ახლა ორ დღეში რა მოხდა აი ჩინეთი ახსენა ვაჟამ ამერიკა ახსენა და აგერ რაქნა ტრამპმა 2-3 დღეში ეს ტარიფების ამდენი ამ ხელაზე აწევით და აი ამ ბირჟები და ისინი საერთოდ დააქვთ ტრილიონები ზარალი ნახა ხალხმა და დღეს გამოვიდა და თქვა 90 დღით გადავდე ამ ტარიფების ამბავი მარტო ჩინეთს დაუწესო ეს თავიდანვე ბევრი ყველა ფიქრობდა და მე შევთანხმები რომ ძირითადად ჩინეთს წინააღმდეგ ხო არა ტრამპთან ამბობს 34%-იან დაუწესა ჩინეთმაც იგივე და გამოდის დღეს და ამბობს თუ არ შეამცირებს ჩინეთიო მე 50%-იანს დაუწესო არა ტრამპის მიმართ ხო შეიძლება რიტორიკა შეიცვალა და უფრო მეც გეტყვით სიმფსონები გახსოვთ ხო ეს მულტფილმი რაღაც წინასწარ მეწყვილური მულტფილმი და საოცარი რამ არის 12 აპრილს 2025 წლის 12 აპრილს ჯვარი წერია ტრამპს მაგრამ იქ სამარეში ჩააწვინეს კუბოში და ამბობენ ეს თვითონ კადრია ნუ ეს გამოსვლებიც არის იმის წინააღმდეგ ხო ხალხი თვითონ ეს რიტორიკა იცლება მე ერთი რამე შემიძლია თქვა თქვენ და მე დიდი პატივისცემის და აუდიტორიისადმი პატივისცემის ნიშნად ტრამპი არ არის კარგი ცხოვრებით გამოწვეული ფიგურა ამერიკისთვის. ტრამპი და მისი შეხედულებები და მისი ტაქტიკა ეს არის დასავლეთის, ანუ ცივილიზაციის მებაირახტრის დღემდე უღრმესი კრიზისის გამოხატულება. ტრამპი იგივე გლობალისტია,
რაც ლიბერალები იყვნენ მანამდე, უბრალოდ ის ცდილობს გადაარჩინოს ჩიხში შესული დასავლური ცივილიზაცია. შანსი აქვს მას მიზერული, მე გეტყვით, მაგრამ ამ შემთხვევაში ბარათაშვილს მოვიშველიებ, თუდად ხო მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება. განწირულია ტრამპი, მოც ეს შემთხვევაში იმდენ წინააღმდეგობის გადალახვეელის მას და ვერ შეძლებს. ესე იგი თქვენ სიმფსონის სცენარისტის აზრს იზიარებთ? არა, სიმფსონების არა, უფრო მეც გეტყვით, რომ აქ ახლა ყბადაღებული deep state-ი, ხო, რამაც საუბრობენ გაუთავებლად. არავინ არ ამბობს იმას, რომ თვითონ ტრამპი იყო deep state-ის ნაწილი. ჯერ ხელისუფლებაში მოსვლამდე, მერე პრეზიდენტობის დროს და ამ deep state-ს რომ მიუახლოვდა და იქ რაღაცა მის სასარგებლოდ არ იყო საქმე, ადგა და მასკი გადმოიბირა, სუკერბერგი გადმოიბირა, ბეზოსი გადმოიბირა და ტკივნეული დარტყმა მიაყენა deep state-ს. ხედავთ რა ხდება, რა საოცარი ორონტრიალის პირობებში ვართ ჩვენ, კიდე კარგად მაგრამ მოდი შევთანხმდეთ პირობებში მაინც ვარსებობთ. კი ბატონო და ეხა უკვე მთავრდება გადაცემა და ერთ რამეს შევთანხმდეთ. ამითი მანიპულაცია არ უნდა იკისროს, იკადროს ჩვენმა ხელისუფლებამ და უნდა იზრუნოს სახელმწიფოზე და ქართულ ერზე. და ამ ქართულ ერში საქართველოს მოსახლეობაზე, ხო? ჩვენი დრო ამოიწოდა და კატეგორიულად გამაფრთხილეს არ გადაამეტო. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და თუ უფალი ინებებს რომ მე დავბრუნდე სტუდიაში და მექნება ამის საშუალება, იმედია რომ ხშირად შევხვდებით ერთმანეთს. შესანიშნავ ფორმაში ბრძანდებით. დიდი მადლობა. თავს ყოველად ეკატუნებ. აჰა, რო არავარავად ხო? არა. დიდი მადლობა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბატონებო დროებით გემშვიდობებით. ჩვენ კი ცოტა ხანში დაბრუნდებით ეთერში.